ქართულ კინოც რაც შეეხება, იაპონიაშიც ძალიან დიდი პოპულარობა. არ ვიცით, აი მე მგონი წელს მე-13 თუ მე-4-ით ჩატარდა ქართული კინოს ფესტივალი. ქართული კინო პოპულარული იაპონიაში? კი. აჰა, შვენი. თანამედროვე თუ ძველი ფილმები? აი ძველიდან ქეთო და კოტედან დაწყებული უახლოეს ფილმამდე. და აი მაგ ფესტივალზე რაღაც 40-ზე მეტი ფილმი იყო ნაჩვენები. და თქვენი საყვარელი ქართული ფილმი? მე მაგალითად მიყვარს ნატვრის ხე, კიდე მიყვარს ქსელი ნათელი დღეები, ნანა ექვთიმიშვილის. ძალიან მაგარია. კიდე რა ვიცი. მონანიება, კი. მაგრამ ნატვრის ხე მონანიებით გადაწყვეტეთ ხო ქართული ენა რო გესწავლათ? კი. ხო, ეგ ვიგულისხმევ, ვიცი რასაც მაგიტო და ანუ თენგიზ აბულაძის შემოქმედება გიყვართ? და ისიც ხო არის ვაჯა-ფშავლელის პოემებზე არის აგებული. რა ქვია გამახსენე? ვედრება, ხო. ის მე ბები ელიკო და ილარიონი არ გაქვთ ნახე? ფილმი არა მაქვს ნანახი, მაგრამ იაპონური თარგმანიც არის.